ჩვენმა სტუმარმა სიმღერა იმ ასაკში დაიწყო, როდესაც მე ტირილი შევწყვიტე. მივესალმოთ მომღერალი ანასტასია ფერაძე. მობრძანდით ანასტასია, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხილვა. დაბრძანდით ანასტასია, როგორ გიკითხოთ? კარგ ხასიათზე ხართ, მიხარია ეს ამბავი. მეც არ ამიშავს. რამდენი ხანია რაც მღერის ანასტასია? 4 წელი. 4 წელია მღერის. წარმოგიდგენია? ეს ახლა რამდენია 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 4 წელი, ბევრი წელია ეკა. და როდის დაიწყეს სიმღერა? 2 წლის ასაკში. ხო, 2 წლის ასაკში მეც სხვათა შორის ოღონდ 22 თუ 42 ეს ახლა პრინციპში დასაზუსტებელი იქნება. მინდა გითხრა რომ მე ბავშვობაში სიმღერა მიყვარდა ხოლმე სადღაც 10 საათიდან საღამოს. და ამიტომ 9-ზე მაძინებდნენ. ხო, აი ესეთ მდგომარეობაში ვიყავი მე. და შენ რომელზე იძინებ? რავი ხანდახან გვიან ვიძინებ ხოლმე ძალიან. გვიანაც გაძინებენ ხოლმე? შენ შეგიძლია რომ იმღერო და დილას ისედაც მღერი, ხო? გიყვარს სიმღერა დილას. კი ბატონო, დილას სკოლაში წასვლა თუ გიყვარს? არა. შესანიშნავია, ჩემი მეგობარი ხარ შენ. აი, მეც არასდროს არ მეყვარდა დილას ადგომა და სკოლაში წასვლა. საყვარელი საგანი მიუხედავად იმისა, რომ გაიღვიძებ და მიხვალ, გააქვს რამე. მათემატიკა და ბუნება. ეს მათემატიკა მომკლავს. მე ბუნება შესანიშნავი საგანია. პედაგოგები კარგები ყავს, ხო? კარგად გასწავლი. დიახ და მოვიკითხავ აქედანაც. მოვიკითხავთ პედაგოგებს, ყველას აბსოლუტურად, კი ბატონო. ვინმე სკოლაში რო დადიხარ, ან ისე ცხოვრებაში, ვინმე ხო არ გაბრაზებს, ხო არ მიუვარდეთ, დავერიოთ, ვინ არის? ჩემი ძმა. რას ლაპარაკობ? ძმა ყავს შენ? სად არის ძმა აქ არის? არა. შენზე დიდია თუ შენზე პატარა? შენზე დიდია. და ამიტომ გოგერია? მიმართე სასწრაფოდ ეხლავე უთხარი რომ არ რამდენი წლის არის შენი ძმა? 17-ის. და გაბრაზებს? სირცხვილი და თავის მოჭრა. სირცხვილი და ასეთ ბავშვს, ასეთ ლამა შეიძლება და ასეთ მომღერალ გოგოს, ასე მომიგზ. თვითონ მღერის? არა. 17 წლის არის და არც მღერის. შურს მაგას და აი მაგის გამო არის ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ მე. ვინ გინდა რომ გამოხვიდე მითხარი ახლა? მოსამართლე. მე მივხვდი, მე მგონი ის ძმა ძალიან გაბრაზებს შენ და პროფესიის არჩევა ამის გამო გადაწყვიტე. როგორ გაბრაზებს ერთი მითხარი შენ? ასეც რას აკეთებს რომ მოსამართლეობა მოგინდა? ან საერთოდ მოსამართლეობა რატომ მოგინდა? აბრაზებს და რა ვიცი. ხანდახან რაღაცებს პარავს ხოლმე. პარავს? არ მჯერა. არ საჭმელს. აბა? ჩემს სათამაშოებს. სათამაშოებს პარავს? რაღაცა პლასტელინებს, რაღაცებს. პლასტელინებს? დიახ. რა უცნაური, მომიყევი ერთი წვრილად ეგ ამბები. რად უნდა 17 წლის შენს ძმას შენი პლასტელინის მოპარვა? რაში სჭირდება? მე უყვარს რბილი რაღაცები და მაგიტო. კიდე უფრო დავიბენი, უყვარს რბილი, ანუ ძერწავს პლასტელინი. და თითებით თამაშობს. ასე შვება და ანუ და საერთოდ პლასტელინი აღარ დაგიტოვა როგორც მივხვდი, ხო? კიდე რამეს ხო არის პარავს? მეც არაფერს. მეც არაფერს არის პარავს. პრინციპში არც ისე ცუდად იქცევა, როგორც მივხვდი, დიდად არ გაბრაზებს. რა მოხდა ახლა პლასტელინი აიღოს ახლა ცოტა მიეცი შენს და უთმე ხოლმე. შენ ხო უფრო ჭკვიანი ხარ, შენ ხო უფრო ლამაზი ხარ, შენ ხო ღერი, შენ ხო წარმატებული ხარ. მიეცი პლასტელინი რა იყო? მიცე? შესანიშნავი. რაზე ოცნებობ? ძალიან მინდა დისნეილენდის დათვალიერება. დისნეილენდში გინდა წასვლა? ერთ რაღაცას გეტყვი ახლა მე შენ. მთელი ჩემი ბავშვობა მეც მინდოდა ამ დისნეილენდში აღმოჩენა და იცი რომ ნამყოფი არა ვარ? მართლა? მართლა. დისნეილენდში ჩემი ასაკის ხალხისთვისაც რაღაც ხო იქნება. გასართობი რაღაცა. ხო და მაშინ იცი რა ვქნა, თავდგე და ერთხელ დავცხოთ და ერთად წავიდეთ და ჩავიდეთ დისნეილენდში. კარგი? წადოთ, იქნება და გამოგვივიდეს რომ ერთად წავიდეთ. ვისთან ერთად მოხვედი ახლა მომიყევი? დღეს მოვედი დედიკოსთან ერთად, მამიკოსთან ერთად და ჩემ მეგობართან ერთად. სახში მღერის ვინმე ამ ადამიანის გარდა? ძმა მივხვდი რომ არ მღერის, მხოლოდ პლასტელინი ყვარებია. მამა მღერის, ოღონდ რო დათვრება მერე. ეს საერთო გვაქვს.
გენეტიკურად აქვს მამისგან, ბებიისგან და მამიდიდან, მამის მხრიდან აქვს. აჰა, მაინც ესე იგი სიმთვრალე არაფერს შეერა, როგორც მივხვდი, ესე იგი გადასარევად მღერით, ისედაც აპლოდისმენტები. ეხლა მინდა გითხრა, რომ აი ეხლა მითხრეს ყურში, რომ ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი SMS-ით ვიკავშირდება. ხო და გაუშვითო ანასტასია ფერაძის ნებისმიერიო იქნებაო რაღაცნაირათო რომ ჩართოთო და მე მგონი უკვე ის დრო არის რომ ვიმღეროთ ხო მართალია ნუ მოვიკლებთ ამ ბედნიერებას თქვენს წინაშეა ანასტასია ფერაძე რომ სიმღერა მოქონდა ისიც ღეროდა იყო და არა იყო რა ზღაპარი გამოიგონა არავის არ ელოდა თვითონაც არ ეგონა რომ სიყვარული მართლა იპოვა იყო და შესანიშნავი შესრულება ანასტასია ფერაძე ასეთი შესანიშნავი სიმღერა საჩუქრების გარეშე არ შეიძლება დარჩეს არც ერთ შემთხვევაში ამიტომ ვინ მოემართება ჩვენთან ფაგიო შესანიშნავი საჩუქარი კრებული ფაგების, რომელიც გაგიცავს გაციებისგან და ყველანაირი ინფექციისგან. დედამ იცის ფაგიო. ახლა კი კიდევ ერთი სტუმარი. საჩუქრით. ლოკომოკოს ლომი. კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ანასტასია ფერაძე.